მოგესალმებით, უყურებთ ახალმობებს პირველზე, მე ქეთი მამრიკიშვილი ვარ. ევროკავშირში კონსენსუსის პრინციპის გაუქმების ინიციატივა და სუვერენიტეტის ხელყოფის რისკები პატარა სახელმწიფოებისთვის გერმანიის იდეას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ვრცელი სტატუსით ეხმაურება. შალვა პაპუაშვილის შეფასებით, ევროპის დიდი ქვეყნები გაერთიანების ფუნდამენტური პრინციპების მიტაცებას ცდილობენ და ასეთ შემთხვევაში ევროკავშირში გაერთიანება სუვერენიტეტისთვის საფრთხის შემცველია, ვინაიდან კანდიდატ ქვეყნებს თავაზობენ არა არსებულ კავშირში თანასწორ წევრობას, არამედ წინასწარ შესრულილ სისტემას, სადაც მათ ვალდებულებების სრულად დაეკისრებათ, ხოლო უფლებები და გავლენის ბერკეტები შეეზღუდებათ. სულ უფრო მყარდება შთაბეჭდილება, რომ ევროპის დიდი ქვეყნები ევროკავშირის მიტაცებას გეგმავენ, რაც ფუნდამენტურ საფრთხეს შეუქმნის არა მხოლოდ ევროპის პოლიტიკურ წონასწორობას და გაფართოების პროცესს, არამედ იმ ღირებულებებსაც, რომლებზეც ევროკავშირი შეიქმნა და დღემდე მოვიდა. გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, ევროკავშირში გადაწყვეტილებების კონსენსუსით მიღების წესის გაუქმების გერმანულ ინიციატივას უკვე 12 ქვეყანა შეუერთდა. თუკი ეს ინიციატივა განხორციელდა, ევროკავშირი თითქმის გარანტირებულად წინასწარ წევრთა გაერთიანებიდან დიდი სახელმწიფოების მიერ მართულ კავშირად გადაიქცევა. ევროკავშირში წევრობა თვითმიზანი არ არის, ეს არც მოქმედი წევრებისთვის არის, ასე და არც კანდიდატი ქვეყნებისთვის. ბრექსიტი ამის საუკეთესო დასტური იყო. წევრობა არის საშუალება, რომ ქვეყანამ უფრო საიმედოდ დაიცვას საკუთარი სახელმწიფოებრივი ინტერესები, გააფართოოს შესაძლებლობები და საერთაშორისო გადაწყვეტილებებზე ისეთი გავლენა მოიპოვოს, რომელიც მხოლოდ საკუთარი ზომით, ეკონომიკური წონითა და პოლიტიკური რესურსებით ვერ ექნება. პატარა სახელმწიფოებისთვის ამ შესაძლებლობის უმთავრესი გარანტია კონსენსუსის პრინციპია. სწორედ კონსენსუსის წესი უზრუნველყოფს, რომ მცირე ქვეყნის ხმა არ დაიკარგოს დიდი სახელმწიფოების ინტერესებსა და უმრავლესობის არითმეტიკაში. ის პატარა სახელმწიფოს აძლევს უფლებას დაბლოკოს მისთვის საზიანო გადაწყვეტილება და მოითხოვოს საკუთარი ეროვნული ინტერესების გათვალისწინება. თუ კონსენსუსის პრინციპი გაუქმდება და გადაწყვეტილებების მიღება მთლიანად დიდი სახელმწიფოებისა თუ მყარი უმრავლესობების ნებაზე გახდება დამოკიდებული, პატარა ქვეყნები ამ ფუნდამენტურ ბერკეტს დაკარგავენ. ისინი ვეღარ შეძლებენ საკუთარი სასიცოცხლო ინტერესების დაცვას მაშინ, როდესაც ეს ინტერესები უმრავლესობის პოლიტიკურ გეგმებს არ დაემთხვევა. ასეთ შემთხვევაში ევროკავშირში გაწევრიანებით სუვერენიტეტის ნაწილის გაზიარებაზე კი აღარ იქნება საუბარი, რაც დღეს უფრო ფართო ეკონომიკური, პოლიტიკური და უსაფრთხოების მიზნების მისაღწევად ნებაყოფლობითი და დაბალანსებული არჩევანია. საუბარი იქნება რეალური სუვერენიტეტის თითქმის სრულ დაკარგვაზე. სახელმწიფო, რომელსაც აღარ შეუძლია მისთვის საზიანო გადაწყვეტილების დაბლოკვა და რომელსაც შეიძლება დაეკისროს ვალდებულებები მისი ნების საწინააღმდეგოდ, თანდათან კარგავს არა მხოლოდ გადაწყვეტილების მიღების თავისუფლებას, არამედ თავად სახელმწიფოებრიობას. ის დამოუკიდებელი პოლიტიკური ერთეულიდან გადაიქცევა გაცილებით დიდი პოლიტიკური სისტემის მცირე რეგიონად ან გუბერნიად. დიდი სახელმწიფოებისთვის ასეთი მოდელი შესაძლოა ხელსაყრელიც იყოს, ვინაიდან მათი ზომა, ეკონომიკური წონა და პოლიტიკური გავლენა გადაწყვეტილებების მიღების პროცესში ისედაც მნიშვნელოვან უპირატესობას უზრუნველყოფს, მაგრამ პატარა ქვეყნებისთვის ეს კატასტროფული ცვლილება იქნება. ამიტომ სულ უფრო აქტუალური გახდება კითხვა, რა აზრი აქვს წევრობას თუ წევრობის უმთავრეს სარგებელსა და ბერკეტებს თავიდანვე გართმევენ. ევროკავშირში წევრობა მნიშვნელოვანი სწორედ იმიტომ არის, რომ ქვეყანამ შეძლოს მისთვის სასარგებლო გადაწყვეტილებების მხარდაჭერა, საკუთარი ინტერესების გატანა და მისთვის დამაზიანებელი გადაწყვეტილებების შეჩერება. თუ ქვეყანას ამ შესაძლებლობას არ თმევენ, მაშინ ევროკავშირსაც არ თმევენ მის მნიშვნელობას, როგორც ეროვნული ინტერესების დაცვის საშუალებას. შესაბამისად, ქრება წევრობის პოლიტიკური ხიბლი და ფუნდამენტური მოტივაციაც. უფრო მეტიც, ასეთ პირობებში ევროკავშირის გარეთ დარჩენა შესაძლოა პატარა სახელმწიფოსთვის უფრო სასარგებლოც კი აღმოჩნდეს, რადგან მას სულ მცირე დამოუკიდებელი გადაწყვეტილების მიღების თავისუფლება შეუნარჩუნდება. არც ის უნდა გამოირიცხოს, რომ ამ დისკუსიის ერთ-ერთი ირიბი მიზანი სწორედ გაფართოების შეჩერებაა. უკვე სულ უფრო ცხადი ხდება, რომ აღარავინ განიხილავს ახალი წევრების მიღებას იმ ევროკავშირში, რომელიც დღეს არსებობს. კანდიდატ ქვეყნებს თავაზობენ არა არსებულ კავშირში თანასწორ წევრობას, არამედ წინასწარ შეცვლილ სისტემას, სადაც მათ წევრობიდან გამომდინარე ვალდებულებები სრულად დაეკისრებათ, ხოლო უფლებები და გავლენის ბერკეტები შეეზღუდებათ. ამიტომ მთავარი კითხვა მხოლოდ ის კი არ არის, როდის მიგვიღებენ ევროკავშირში. მთავარი კითხვაა, რომელ ევროკავშირში გვთავაზობენ გაწევრიანებას, რა უფლებებით და რამდენად თანასწორი წევრის სტატუსით, რადგან წევრობა, რომელიც ქვეყანას სახელმწიფოებრივ უფლებებს ართმევს და მათი დაცვის მექანიზმებს არ აძლევს, ინტეგრაცია კი არა სუვერენიტეტის გაუქმებაა. თუმცა როგორც ჩანს, იუპიტერს ევროპის მოიტაცებაც ეპატიება.
ქართული ღირებულებების, ფასეულობებისა და ტრადიციების დასაცავად ახალგაზრდების საინიციატივო ჯგუფი სახალხო მოძრაობას აფუძნებს. მოძრაობის დამფუძნებლები განმარტავენ, რომ არ დაუშვებენ უცხოეთიდან დაფინანსებულმა გარე ინტერესების მორჩილებაში მყოფმა ჯგუფებმა ქართველი წინაპრების კულტურისა და იდენტობის შეურაცხყოფა ნორმად აქციონ. სალომე გობრონიძე გვერდება თემის დეტალებით პირდაპირ ეთერში. სალომე, გისმენთ. ეკლესიის ტრადიციული ღირებულებების დაცვა და ბრძოლა გარედან დაფინანსებულ იმ კოორდინირებულ კამპანიასთან, რომლის მიზანიც ეროვნული ფასეულობების დაკნინებაა. სწორედ ამ მთავარი მოტივით შეიქმნა ახალი მოძრაობა, რომელიც ახალგაზრდებითაა დაკომპლექტებული. საინიციატივო ჯგუფმა დღეს გამართა ბრიფინგი, სადაც ჯგუფის წარმომადგენელმა ვრცლად ისაუბრა ბოლო პერიოდში გახშერებულ ანტიეროვნულ კამპანიაზე და თქვა, რომ ახალ მოძრაობას ექნება მყისიერი რეაგირება და ყველა ფორმით გასცემს პასუხს სიწმინდეების, წინაპრების, რელიგიისა და ისტორიის შეურაცხყოფას. გიორგი ქართველიშვილმა ყურადღება გაამახვილა რამდენიმე დღის წინ მოსაშვილის ქუჩაზე მომხდარ ინციდენტზეც, რა დროსაც აქტივისტ უნისე ოქრიაშვილს ნიკო ხურცილავა დაუპირისპირდა YouTube პოდკასტში ქართველი მწერლის ნოდარ დუმბაძის შეურაცხყოფის გამო. ახალი მოძრაობის წევრები ოქრიაშვილს და YouTube პოდკასტის სხვა მონაწილეებს მოუწოდებენ ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას ეროვნული ავტორიტეტებისა და წმინდანების შეურაცხყოფისთვის. ქართველი ხალხისთვის საამაყო წინაპრების კულტურისა და იდენტობის შეურაცხყოფა, შემდეგ კი აღნიშნულ საკითხებზე აქტიურად განხილვა და მცდელობა, რომ ეს ყველაფერი ჩვენი მოსახლეობისთვის ნორმად იქცეს, მხოლოდ ეროვნული ღირებულებების გაუფასურებას ისახავს მიზნად, რომელთა გარშემოც ქართველი ერია გაერთიანებული. სწორედ ამიტომ დღეიდან ჩვენი საინიციატივო ჯგუფი ქართული ღირებულებების, ფასეულობებისა და ტრადიციების დასაცავად აფუძნებს სახალხო მოძრაობას და უცხოეთიდან დაფინანსებული გარე ინტერესების მონურ მორჩილებაში მყოფი გაუკუღმართებული იდეოლოგიის მქონე ადამიანებს და მათგან შემდგარი ჯგუფების წინააღმდეგ იწყებს ბრძოლას. ამ პროცესში თითოეულ პატრიოტ ქართველს შეუძლია შემოგვიერთდეს, რასაც ჩვენ მხოლოდ და მხოლოდ მივესალმებით. მიგვაჩნია, რომ არა მხოლოდ ადამიანებმა, რომლებიც საკუთარ თავს იუმორისტს უწოდებენ, არამედ მათ, რომლებიც კონკრეტულ კადრებში სცენაზე მასთან ერთად ხედან და ხალისობენ, ქართულ ხალხს ბოდიში უნდა მოუხადონ. ამავდროულად მათი სინანულის საუკეთესო დასტური იქნება, თუ კი დააფიქსირებენ კაფიო პოზიციას და მიმართავენ პროკურატურას, რომ აღნიშნულმა უწყებამ ნიკო ხურცილავას პატიმრობა არ მოითხოვოს. როგორც ახალგაზრდები ამბობენ, ახალ მოძრაობაში გაწევრიანება შეიძლება ყველა იმ ქართველს, ვისთვისაც სარწმუნოების და ეროვნული ტრადიციების დაცვა მნიშვნელოვანია. მადლობა სალომე გობრონიძე საუბრობდა პირდაპირ ეთერში. ხელისუფლების დამხობის მსწავლობის საქმეზე მსჯავრდებული პაატა ბურჭულაძე ამავე საქმეზე დაკავებულებს მიმართავს. 4 ოქტომბრის აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი მათ მოუწოდებს პროკურატურის მიერ შეთავაზებულ საპროცესო შეთანხმებას დაეთანხმონ. ბურჭულაძის მოწოდებასთან დაკავშირებით კეთდება პოლიტიკური შეფასებები. სახელმწიფო გუნდში მიიჩნევენ, რომ საზოგადოებამ უნდა შეაფასოს მსჯავრდებულის მოწოდება არის საკუთარი თავის გადარჩენის თუ მის მიერვე წახალისებული ადამიანების ციხიდან დახსნის მცდელობა. 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულების მიმართ ჩემი დიდი თხოვნა და მოწოდებაა ყველა მიიღოთ პროკურატურის მიერ შემოთავაზებული საპროცესო შეთანხმება და განთავისუფლდეთ უკანონო პატიმრობიდან. ეს შესაძლებლობა უნდა გამოვიყენოთ. ფაქტია, რომ მის წერილში იკვეთება მისი სურვილი, რომ ჯერ მისი თანამებრძოლები, ამ დანაშაულის თანამონაწილეები განთავისუფლდნენ საპროცესო შეთანხმების შესაბამისად და მხოლოდ ამის შემდეგ მას ალბათ ექნება სურვილი, რომ თავადაც იყოს საპროცესო შეთანხმების შესაბამისად განთავისუფლებული. ამიტომ ეს არის ალბათ ჩემი მოსაზრებით წინაპირობა იმისთვის, რომ თავად პაატა ბურჭულაძეც დათანხმდება საპროცესო შეთანხმებას, თუმცა კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ მას წერილში უცნაურად უწერია, რომ უკანონო პატიმრობას ახსენებს. ამიტომ მანამ სანამ ისინი იმ ნარატივზე იქნებიან, რომ უკანონო პატიმრობის ტერმინს აიფარებენ ფარად, ალბათ წარმოუდგენელი იქნება საპროცესო შეთანხმება და ამის საპირისპიროდ თუ ისინი აღიარებენ ბრალს და რა თქმა უნდა მოინანიებენ საპროცესო შეთანხმება არის ინსტრუმენტი, რომელიც სამართალდამცავ ორგანოებს აქვთ. ეს ადამიანი არის მსჯავრდებული უმძიმე სისხლის სამართლებრივ დანაშაულში და ეხლა მისი განცხადებები არის საკუთარი თავის გადასარჩენად თუ თავისივე წაქეზებული ადამიანების გადასარჩენად ეს საზოგადოებამ შეაფასოს.
მთავარი არის რომ 4 ოქტომბერს იყო მცდელობა ძალადობრივი გზით ხელისუფლების შეცვლისა. ადამიანს რაც არ ჩაუდენია, იმას ვერ აღიარებს, ვერც მოინანიებს. ჩვენ ხედავთ რომ ადამიანებმა ჩაიდინეს დანაშაულებრივი ქმედებები, რაც მათ შორის დადასტურებულია მთელი რიგი შემთხვევებში სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებებით და დაწყებული არის სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულება. მიუხედავად ამისა, პროკურატურის პოზიცია, სახელმწიფოს პოზიციაც არის, რომ ადამიანები, რომლებიც აღიარებენ საკუთარ დანაშაულს, ინანიებენ ამ დანაშაულს, სახელმწიფო მათ მიუდგება ჰუმანურად და შესაბამისად იქნება საპროცესო შეთანხმებები გაფორმებული. ეხლა ამ ყველაფერს მოუწოდებს თუ არა ბატონი პაატა ბურჭულაძე, ეს მათი გადასაწყვეტია. ერთხელ მათ დაუჯერეს ბატონ პაატა ბურჭულაძეს და ახლაც დაუჯერონ და შესაბამისად აღიარონ თავიანთი ჩადენილი დანაშაულები. დეზინფორმაცია და საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობა სოციალურ ქსელებში ვრცელდება უცნობი სამხედროს ფოტო, რომელთან დაკავშირებითაც ამტკიცებენ თითქოს უკრაინის წინააღმდეგ მებრძოლი რუსეთის მოქალაქეა და საქართველოში იმყოფება. ჩვენს მიერ მოძებული ინფორმაციით პოსტში მოყვანილი ფოტო და საიდენტიფიკაციო მონაცემები ერთი და იმავე პიროვნებას არ ეკუთვნის და ყალბი იდენტობის შექმნის მიზნით სხვა სამხედრო პირის მონაცემებია გამოყენებული, რომელიც საქართველოში არასდროს ყოფილა. მართლ გუნდში ხას უსვამენ, რომ რადიკალური ძალები და მათი უცხოელი პატრონები საზოგადოების შეცდომაში შეყვანას და მოსახლეობის ხელოვნურად გაღიზიანებას დეზინფორმაციით ცდილობენ. ის აგორებული კამპანია, რომელიც ერთ-ერთმა სოციალურმა პოსტმა გამოიწვია, ემსახურება იმას, რომ კიდევ ერთხელ რაღაც დესტაბილიზაცია მოხდეს საზოგადოებრივ წრეებში. ჩვენ ვხედავთ ყოველ ზაფხულს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც აქტიური ტურისტული სეზონია, რომ ყველანაირ პროვოკაციას მიმართავენ იმისთვის, რომ სეზონი ჩავარდეს. ამ შემთხვევაში ისევ ქსენოფობიური პოლიტიკა აქვთ არჩეული, ზიზღის კამპანიები, კონკრეტული ზიზღის და აგრესიის დაორგანიზება ადამიანების თუ სხვა ეთნო ჯგუფების მიმართ და ამ შემთხვევაშიც ეს პოსტი ემსახურებოდა იმას, რომ ერთით მეტი და კიდევ უფრო ძლიერი აგრესია გააღვივონ. საზოგადოებაში არ არის მღელვარება, საზოგადოებაში დაპირისპირება უფრო და უფრო მცირდება და ამიტომ კოლექტიურ ნაცმოძრაობას და რეალურად მათ პატრონებს აქვთ სურვილი, რომ კიდევ უფრო მეტად გააჩაღონ ცეცხლი, გააჩაღონ დაპირისპირება საზოგადოებაში და დაპირისპირების ტემპერატურა საკუთარ გავრცელებულ დეზინფორმაციაზე აღშფოთდებიან და ისევ სახელმწიფოებს მოუწოდებენ რეაგირებისაკენ. ეს ყველაფერი მიზანმიმართულად არის, მიზანმიმართული მცდელობაა, რომ სახელმწიფოში სამართალდამცავი ორგანოების რეპუტაცია შეირყეს, რომ თითქოს ჩვენ მოლგოული გვაქვს საზღვრები და ყველა საქმე საზღვრებმა საქართველოს შემოვიდეს. ეს არის აბსოლუტური ტყუილი, პირიქით საქართველოში შინაგან საქმეთა სამინისტრო, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ ჩვენი საზღვრები იყოს დაცული. შინაგან საქმეთა სამინისტრო თავისუფლების მოედანზე აქტივისტების დაკავებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. უწყების ცნობით დაკავებული 10 პირი მათ საჯარო სივრცეში შეურაცხყოფელი ბანერები ეჭირათ. გარდა ამისა, ისინი გამოთქვამდნენ შეურაცხყოფელ ფრაზებს, არღვევდნენ საზოგადოებრივ წესრიგს და წინააღმდეგობას უწევდნენ სამართალდამცველებს. დაკავებულებს იზოლატორებში ადვოკატები დღეს მოინახულებენ. დაკავების ფაქტზე კეთდება პოლიტიკური შეფასებებით, საპარლამენტო უმრავლესობის წევრების განცხადებით არ შეიძლება გამოხატვის თავისუფლება ჩაითვალოს სამართალდამცველებისთვის მოლოტოვის კოქტეილის სროლა, საჯარო სივრცეში შეურაცხყოფელი ბანერების განთავსება, სამართალდამცველების კანონიერ მოთხოვნაზე დაუმორჩილებლობა და ქალაქის მთავარი გამზირის მრავალდღიანი ბლოკირება. როდესაც გამოდიხარ და შეურაცხყოფებს აყენებ სხვა ადამიანს, ლახავ მის უფლებას და ყვეთავ იმ ზღვარს, რომელიც არის წითელი ხაზი და რომლის შემდეგაც აუცილებლად იქნება კანონისმიერი რეაგირება, რა თქმა უნდა, მზად ხარ ალბათ, რომ მიიღო შესაბამისი საპასუხო რეაქცია. თუმცა ალბათ ესეც ხდება პროვოკაციულად იმისთვის, რომ თითქოს უცხოურ მედიაში გაასაღონ, რომ აქციის მონაწილეებს, დემონსტრანტებს აკავებს პოლიცია, მაგრამ ამ დაკავებებს აქვს თავისი კანონიერი საფუძველი. გამოხატვის თავისუფლება ყოფილა თურმე მაგალითად მოლოტოვის კოქტეილის სამართალდამცველებისთვის სროლა. საჯარო სივრცეში დგომა შეურაცხყოფელი ბანერით და არ დამორჩილება სამართალდამცავი ორგანოების კანონიერი მოთხოვნისადმი, ესეც მხოლოდ
კონკრეტულ ადგილას ტროტუარზე დგომის გამო პასუხისმგებლობა არის ზუსტად იგივენაირად, რომ როდესაც კეტავდნენ რამდენიმე ათეული დღის განმავლობაში, ასეული დღის განმავლობაში ქალაქის და ქვეყნის მთავარ გამზირს და შესაბამისი პასუხისმგებლობა დგებოდა, ესეც მხოლოდ გზაზე თურმე დგომის გამო ადამიანი მიიქცეოდნენ პასუხისმგებაში. Როგორც ხედავთ, კოლექტიური ნაცმოძრაობა და მათ უკან მყოფი ადამიანები და ძალები ცდილობენ, რომ ორველსეული სამყარო დაამყარო და დააფუძნონ ჩვენს ქვეყანაში. პროკურატურამ ტრანსნაციონალური დანაშაულები გახსნა და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფულის გათეთრების ბრალდებით უცხო ქვეყნის 4 მოქალაქისა და 5 იურიდიული პირის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო. გამოძების ინფორმაციით ბრალდებულებმა დანაშაულები სხვადასხვა ქვეყანაში ჩაიდინეს და უკანონო შემოსავლის გასათეთრებლად აქტივები საქართველოში გადმოიტანეს. ფულის გათეთრების მიზნით საწარმოები საქართველოში დააფუძნეს და ყალბი დოკუმენტაციის გამოყენებით უცხოეთიდან ნაწილ-ნაწილ გადმორიცხეს დაუსაბუთებელი წარმომავლობის 22 მილიონამდე ლარის ექვივალენტის სხვადასხვა ვალუტა. დანაშაული ფიზიკურ პირებთან მიმართებით 9-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას, ხოლო იურიდიულ პირებთან მიმართებით ლიკვიდაციას ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევას და დაჯარიმებას ითვალისწინებს. პროკურატურა ბრალდებულებისათვის აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების მოთხოვნით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს და პატიმრობის გამოყენების შემთხვევაში მათ მიმართ გამოცხადდება ძებნა. ფულის გადათრების მიზნით რეალური სამეწარმეო საქმიანობის განზრახვის გარეშე ბრალდებულებმა საქართველოში დააფუძნეს საწარმოები და ყალბი დოკუმენტაციის გამოყენებით და ფიქტიური დანიშნულებების მითითებით პირადი და იურიდიული პირების საბანკო ანგარიშებზე უცხოეთიდან დანაწევრებით გადმორიცხეს უკანონო და დაუსაბუთებელი წარმომავლობის 21.500.000 ლარის ეკვივალენტის სხვადასხვა ვალუტა. ბრალდებულების მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე დაიწყო, რაც სასჯელის სახედ და ზომად ფიზიკურ პირებთან მიმართებით 9-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას, ხოლო იურიდიულ პირებთან მიმართებით ლიკვიდაციას ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევას და ჯარიმას ითვალისწინებს. პოლიტიკური შეფასებების თემა ევროკავშირის მიერ სანქციების 21 პაკეტში რუსული სახელმწიფო კომპანიის ინტერაოს შეყვანა, რომელიც საქართველოში ენერგოობიექტებს ფლობს. მმართველი გუნდი ნაცმოძრაობის ხელისუფლების პასუხისმგებლობაზე საუბრობს, მათი თქმით, სწორედ წინა ხელისუფლების პირობებში მოხდა ენერგოობიექტების რუსულ კომპანიაზე გასხვისება. საპარლამენტო უმრავლესობის წევრების თქმით, სახელმწიფოს აქვს ყველა საჭირო ბერკეტი, რათა ელექტროენერგიის მიწოდებისა და მომსახურების კუთხით პრობლემა არ შექმნას და ენერგოსისტემის სტაბილური მუშაობა სრულად იყოს უზრუნველყოფილი. ცინიკური და ირონიული არის, როდესაც თქვენი ტელევიზიის წარმომადგენელი მეკითხებით, რომ არის თუ არა საფრთხის შემცველი, იმიტომ რომ ზუსტად თქვენი პოლიტიკური ელიტის წარმომადგენლებმა გადასცეს როგორც ჩვენი მთლიანი ენერგოსისტემა, ასევე მისი დისტრიბუცია, თელასი თავის დროზე რუსებს და მათ შორის ურცხვად გადასცემდნენ ქართულ სტრატეგიულ ობიექტებს 2008 წლის ომის შემდგომაც. ამიტომ, როდესაც ინტერაოს დასანქცირებას აჟიტირებით გაანიუსებთ და იმ საფრთხეებზე ისაუბრებთ, რომელიც თავისთავად ყველა სანქცირების პროცესს შეიძლება მოყვეს, რა თქმა უნდა გავიხსენოთ, რომ ეს არის ის პატარა ბომბები და ის მავნებლური და დანაშაულებრივი საქმეები, რომელიც ნაციონალური მოძრაობის დროს იყო ჩადებული. თუმცა, მეორე მხრივ მინდა საზოგადოება დავამშვიდო, რომ სახელმწიფო მიიღებს ყველანაირ ზომებს, რომ აღნიშნულმა სანქციებმა იქნება თუ ნებისმიერმა სხვა რისკებმა ოდნავადაც არ ასე ვთქვათ დააყენოს ჩვენი საზოგადოების ინტერესი თუ უსაფრთხოება გარკვეული გამოწვევების წინაშე. ნაციონალურ მოძრაობამ გაყიდა სტრატეგიული ობიექტი ხრამხესი 1, ხრამხესი 2 და არა მხოლოდ ესენი. 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგაც სტრატეგიული ობიექტები მიიყიდა რუსეთის ფედერაციას. ამავდროულად ჩვენ გვახსოვს, რომ მათ შორის რკინიგზის გაყიდვასაც კი აპირებდნენ სტრატეგიული ობიექტის და უმნიშვნელოვანესი ხერხემალისა ჩვენი ქვეყნის ეკონომიკისთვის და მათ შორის ქვეყნის სუვერენიტეტისა და თავდაცვის ნაწილში და ამ დროს ამბობდა კახა ბენდუკიძე, რომ ყველაფრის გაყიდვა შეიძლება გარდა სინდისისაო და კოლექტიურმა ნაცმოძრაობამ, როგორც აღმოჩნდა, სინდისის გაყიდა, საკუთარი ჩადენილი ქმედებებს ცდილობენ, რომ ეხლა როგორმე ხელი შეაწმიდონ ქართულ ოცნებას. და საუბრობენ, რომ 14 წლის განმავლობაში რატო ვერ შეწყვიტეთ ის ხელშეკრულება, რომელიც ჩვენ თვითონ დავდეთო, აი ამ მარაზმში არიან ეს ადამიანები გადაცვლელები. თავარი არის, რომ რაც არ უნდა მოხდეს, საქართველოს სახელმწიფო არის გარანტი, რომ საქართველოს მოქალაქეებს არ შეექმნებათ არავითარი სოციალური პრობლემა და ამ გარანტიის და ამ შესაძლებლობების გამო ქართული ოცნებას ჩვენს გუნდს ხარს უჭერს ზუსტად ქართული საზოგადოება.
საქართველოს მთავრობა და ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის ორგანიზებით სამშენებლო სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრა მიმდინარეობს. შეხვედრაში მონაწილეობენ ინფრასტრუქტურის სამინისტროს წარმომადგენლები, საჯარო და კერძო სექტორის წარმომადგენლები, ინფრასტრუქტურულ სექტორში მიმდინარე საკანონმდებლო და სისტემურ ცვლილებებს, ახალი რეგულაციებსა და მათი პრაქტიკაში დანერგვის საკითხებს განიხილავენ. დისკუსიის ფარგლებში ყურადღება გამახვილდება ფასთან ინდექსაციის ახალ საკანონმდებლო ჩარჩოზე, სამშენებლო რესურსებისა და სამუშაოების სარეკომენდაციო საბაზრო ღირებულებებზე, ასევე მთავრობის ახალი დადგენილებით განსაზღვრულ წესებზე. როდესაც გზას დავაგებ, ეს ესე ვერ იქნება და მიდგომა აბსოლუტურად ერთნაირი მხარის დააგებს მაგალითად ხიდის ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა. ამ შეხვედრას დაესწრებიან როგორც სახელმწიფო სამთავრობის წარმომადგენლები, ასევე დაესწრებიან საპროექტოები, ასევე დაესწრებიან საექსპერტოები და ასევე დაესწრებიან კომპანიები, სამშენებლო კომპანიები და რატო არის მნიშვნელოვანი? იმიტომ რომ ის სრულებები რაც განხორციელდა და მათი იმპლემენტაცია და რეალიზაცია რომ მოხდეს საერთო ხედვაზე, ანუ პრაქტიკაში უნდა მოხდეს ჩამოყალიბება და ამებზე იქნება მსჯელობა ძირითადად როგორ უნდა მოხდეს, იმიტომ რომ ერთი არის რომ ფასები დადგენდეს და მეორე არის მათი იმპლემენტაცია სწორად მოხდეს ნორმების რეალიზაცია, კოეფიციენტების რეალიზაცია. რაც დღეს საქართველოს აღშენოს თირდება, ყველა საკითხი იქნება ერთ დარბაზში. თუმცა არა მარტო ერთი სამინისტრო, ერთი დამკვეთი, ყველა დამსაქმებელი, შემსყიდველი, შენებელი, მიწოდებელი, საპროექტო ორგანიზაცია ყველა იქნება ერთობლივად. და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ეს კეთდება და ტარდება ახლა მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელობით და ესევე შენებელთა ასოციაციის ხელმძღვანელობით, რაც ძალიან დიდ კოორდინაციას მიცემს და ყველას იქნება ერთი გაგება, ერთი აღქმა და ერთი შეხედულება დღეს მიმდინარე რეფორმებზე. მინესოტაში სკოლებში გადასაყადის გადამხდელთა დაფინანსებით ტრანსგენდერულ თოჯინებს დაარიგებენ. ნიუ-იორკ პოსტის ინფორმაციით, ქაღალდის მოდელები, რომლებმაც მოსახსნელი სასქესო ორგანოები აქვს, განკუთვნილია 10 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის. როგორც ნიუ-იორკ პოსტი წერს, თოჯინები დაეხმარება ბავშვებს, გაიგონ თუ ვინ შეიძლება იყვნენ. გავრცელებული ინფორმაციით, ეს სადავო პროექტი გუბერნატორმა ტიმ უოლზმა დააფინანსა, რამაც კონსერვატიულ ჯგუფებში აღშფოთება გამოიწვია. ტიმ უოლზი, რომელიც გუბერნატორის თანამდებობაზე უკვე მესამე ვადით იმყოფება და 2024 წელს ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატიც იყო, მისი გენდერული პოლიტიკის გამო არაერთხელ გამხდარა კრიტიკის ობიექტი. პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა, შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით სხვადასხვა დროს 5 პირი დააკავა. მტკიცებად ამოღებულია სარეალიზაციოდ გამზადებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები, მათ შორის ალფა პვპ და მეტადონი. დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. შიდა ქართლის პოლიციამ ჯგუფურად ჩადენილი ქურდობის ბრალდებით 4 პირი დააკავა. გამოძების ინფორმაციით ბრალდებულებმა გორის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი სოფლის მიმდებარე ტერიტორიაზე გამავალი სარკინიგზო მაგისტრალიდან ჩამოჭრეს და ფარულად დაეუფნენ 300 მეტრამდე სპილენძის სადენს. მათი დაკავება იმ დროს მოხდა, როდესაც ნახურდალ სადენებს ავტომობილში ტვირთავდნენ. საქართველოს რკინიგზის კუთვნილი სპილენძის სადენები მტკიცებად არის ამოღებული. დანაშაული 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. საგამოძიებო სამსახურმა აზარტული თამაშების უკანონოდ გამართვის ფაქტი გამოავლინა. დაკავებულია ერთი პირი, ხოლო მეორე პირის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა დაუსწრებლად დაიწყო. გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულებს შენიღბულად ჰქონდათ მოწყობილი ონლაინ გათამაშების ობიექტი, საიდანაც შესაბამისი ნებართვის გარეშე ინტერნეტის მეშვეობით უცხოური ინტერნეტ კაზინოების ვებ გვერდზე პირდაპირი ტრანსლაციის სახით გადაიცემოდა აზარტული და მომგებიანი თამაშების მიმდინარეობა. ობიექტის ლეგალურად ფუნქციონირების შემთხვევაში სახელმწიფო ბიუჯეტში სანებართო მოსაკრებელის სახით 100,000 ლარი უნდა გადახდილიყო. დანაშაულის 3-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ხანძარი თბილისში ცეცხლის სამგორის რაიონის სოფელ ნასაგურში მდებარე საწყობს გაუჩნდა 4,000 კვადრატული მეტრი ტერიტორია დაიწვა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ცეცხლის ქრობის პროცესში 20 ერთეულის სახანძრო სამაშველო ავტომანქანა იყო ჩართული. მეხანძრე მაშველების ოპერატიული რეაგირების შედეგად ცეცხლი მეზობელ სასაწყობე ფართზე არ გავრცელებულა. მეხანძრე მაშველებმა დროულად მოახდინეს რეაგირება. თქვენც ხედავთ, რომ აქ მიმდებარე ტერიტორიაზე რამოდენიმე სასაწყობე ფართი არის.
და მოახერხეს მეხანძრე მაშველებმა აღნიშნული სასაწყობე ფართების გადარჩენა. დაშავებულების შესახებ ამ ეტაპზე ინფორმაცია არ გვაქვს. გარემოს დაცვითისა და მხედველობის დეპარტამენტის მიერ ტყით უკანონო სარგებლობის წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში ჩხოროწყუსა და მარტვილის მუნიციპალიტეტებში სხვადასხვა სახეობის, მათ შორის წითელი ნუსხით დაცული წაბლის ხეების უკანონო მოპოვების ფაქტები გამოვლინდა. ამოღებულია უკანონოდ მოპოვებული 96 მორი, გარემოსთვის მიყენებული ზიანი 7300 ლარს აჭარბებს. მასალების შემდგომი რეაგირების მიზნით შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა. გარემოს დაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ სამეგრელო ზემოსვანეთის რეგიონში გამოვლენილი იქნა რამოდენიმე სამართალდარღვევა. მათ შორის წითელი ნუსხით დაცული წაბლის ხის უკანონო მოპოვების ფაქტი. ჩვენი თანამშრომლები ქვეყნის მასშტაბით კვლავაც გააგრძელებენ ბუნებრივი რესურსების დაცვის მიზნით აქტიურ მუშაობას. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა იმერეთში სახელმწიფოს მხარდაჭერით შექმნილი საწარმოები დაათვალიერა და მათ საქმიანობასა და წარმოების პროცესს ადგილზე გაეცნო. დავით სონღულაშვილმა მოინახულა ხილისა და დაფნის გადამამუშავებელი საწარმო ახალი ზეკარი, რომელიც ბაღდადში მდებარეობს. ახალი ზეკარი სოფლის განვითარების სააგენტოს ბენეფიციარია. მინისტრმა სამტრედიის მუნიციპალიტეტში თაფლის გადამამუშავებელი მცირე საწარმოც მოინახულა, ინფრასტრუქტურა, თანამედროვე ტექნოლოგიები და მზა პროდუქცია დაათვალიერა. ვიმყოფებით ერთ-ერთ მნიშვნელოვან საწარმოში, სადაც ხდება თაფლის გადამუშავება, მეფუტკრეობა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დარგია სოფლის მეურნეობისთვის, შესაბამისად, რა თქმა უნდა, ჩვენთვის პრიორიტეტული მიმართულებაა და ვცდილობთ, რომ ხარი დაუჭიროთ ამ მიმართულებას, შევძლოთ არსებობდეს შესაბამისი პროგრამები, რომელიც ხარს დაუჭერს მაქსიმალურად მეფუტკრეობის გაძლიერებას. ვეწევით თაფლის ექსპორტს საფრანგეთში. სახელმწიფო მხარდაჭერის პროგრამის გარეშე შეუძლებელი იქნებოდა განხორციელება ამ პროგრამის ბოლომდე, რადგანაც ჩვენ ამის კომპონენტი არ გაგვაჩნდა ფინანსურად მთლიანობაში, რომ საწარმო სრულყოფილიყო. საჯარო სექტორში სტაჟირების მსურველთათვის სტაჟირების პროგრამა გრძელდება, რაც ახალგაზრდებს თეორიული ცოდნის პრაქტიკაში გადატანის შესაძლებლობას მისცემს. ტრადიციულად მესამე წელია მთავრობის ყველა სტრუქტურაში სტაჟირების პროგრამა ცხადდება, მათ შორის პროცესში აქტიურად არის ჩართული განათლების სამინისტრო. უწყება წელს 150-ზე მეტ სტაჟიორს მიიღებს. მესამე წელიწადია, რაც სტაჟირების პროგრამა ცხადდება მთავრობის ყველა სტრუქტურაში, მათ შორის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო აქტიურად არის ამ პროცესში ჩართული. წელს ჩვენ 150-ზე მეტ სტაჟორს მივიღებთ სამინისტროს სხვადასხვა სტრუქტურულ ერთეულში და მათი ინტერესიდან გამომდინარე მივცემთ შესაბამისი უნარების განვითარების და კარიერული წინსვლის დაწყების შესაძლებლობას. სტაჟირების პროგრამა არის საინტერესო ახალგაზრდებისთვის. ისინი გამოთქვამენ სურვილს და კონკურსი არის მზარდი წლიდან წლამდე და დარწმუნებული ვართ, რომ წელსაც ბევრი ახალგაზრდა დაინტერესდება სტაჟირების პროგრამაში მონაწილეობით. აჭარის მთავრობის თავმჯდომარე შუახევის მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებს გაეცნო. ზურა პატარაძემ სოფელ ხიჭაურში ადმინისტრაციული ცენტრის კეთილმოწყობის სამუშაოები დაათვალიერა, სადაც სკვერის მოწყობა, მრავალბილიანი საცხოვრებელი სახლების სეზოების რეაბილიტაცია, ასევე ასფალტ-ბეტონის საფარის და თანამედროვე საინჟინრო ინფრასტრუქტურის მოწყობა მიმდინარეობს. ასევე გაეცნო სოფელ გომარდულში მიმდინარე სამუშაოებს, სადაც ახალი ადმინისტრაციული შენობაში რწმუნებულის ოფისი, სამედიცინო პუნქტი და მრავალფუნქციური დარბაზი განთავსდება. ხიჭაურში მოვინახულეთ ასევე მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტი, მიმდინარეობს ასფალტირება, მოპირკეთება ეზოების. გომარდული არის ერთ-ერთი ულამაზესი სოფელი ჩვენს რეგიონში. ზოგადად იცით, რომ შუახევს და უშუალოდ გომარდულს აქვს ძალიან დიდი პოტენციალი, მათ შორის ტურისტული პოტენციალი. მოვინახულეთ სხვადასხვა მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტები, ჰქონდა შეხვედრა ადგილობრივ მოსახლეობასთან. ფოთმაწყლის სპორტის ჩემპიონატს უმასპინძლა 3 დღის განმავლობაში მალთაყვის ოქროს ტბაზე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსული პროფესიონალი და მოყვარული სპორტსმენები სლალომში, ფიგურებსა და ტრამპლინიან ხტომაში საპრიზო ადგილების მოსაპოვებლად იბრძოდნენ. პირველი ადგილი ფრანგმა სპორტსმენმა საშა დესკუნმა მოიპოვა, მეორე ადგილზე კი იტალიელი მატეო ლუზერი გავიდა. ქალთა შორის პირველი ადგილის მფლობელი კი უკრაინელი სპორტსმენი გახდა. მსოფლიოს 20 ქვეყნის 120-მდე საუკეთესო სპორტსმენს შორის ჩემპიონატში მონაწილეობა ქართველმა ათლეტებმაც მიიღეს. შეჯიბრის სპორტის სამინისტროს, წყალსათხილამურო ფედერაციისა და ფოთის მერიის ორგანიზებით ჩატარდა. დიდი სამუშაოები ჩავატარეთ
რომელიც ჩემპიონატი უმაღლეს დონეზე ჩატარებულიყო, ფოთი და დღეიდან არის დატანილი იმ სპორტულ რუკაზე, რასაც ქვია წყალსათხილამურო სპორტი. და კიდევ ერთხელ გამმეორდები და ვიტყვი, რომ არა მარტო ინფრასტრუქტურულად, არამედ თვითონ წყლის შემადგენლობაც ისეთია ამ ტბის, რომ თვითონ სპორტსმენები არიან ახლოვანი. მინდა გითხრათ, რომ ლოკაცია მართლაც შესანიშნავი იყო. სამივე დისციპლინაში, როგორც ქალ, ისე მამაკაც ათლეტებს შორის უმაღლესი დონის გამოსვლები ვიხილეთ. გულახდილად რომ გითხრათ, ოთხილამურეებისგან არანაირი უკმაყოფილება არ ყოფილა, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს ნამდვილად კარგი ადგილია. კვირას ცოტა რთული ამინდი გვქონდა, ქარი და წვიმა, თუმცა დროულად დასრულება მაინც შევძელით. ეს სივრცე თითქოს სპეციალურად წყლის თხილამურებისთვისაა შექმნილი. ანაკლის ახალგაზრდული ბანაკის 2026 წლის სეზონის მეორე ნაკადს მასპინძლობს 5-დღიანი პროგრამის მონაწილეები ამჯერად თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტები არიან. სპორტულ შემეცნებით და კულტურულ აქტივობებთან ერთად განახლებული ბანაკის პროგრამაში მნიშვნელოვანი ადგილი ეთმობა ცნობილ სახეებთან შეხვედრებს. ბანაკს ამჯერად პარლამენტის წევრი ზურაბ რურვა და ჟურნალისტი რევაზ ჭიჭინაძე ესტუმრნენ. ანაკლის ახალგაზრდული ბანაკი 19 ივლისიდან 13 სექტემბრის ჩართვით ჯამში 2640 ახალგაზრდას უმასპინძლებს. ძალიან მნიშვნელოვანი არის ჩვენი მხრიდან, ხელისუფლების მხრიდან ასეთი ბანაკების ორგანიზება და მათი მხრიდან იყო მნიშვნელოვანი აღნიშნულ შეხვედრაზე ჩართულობა და სწორედ ის არის პრიორიტეტი ჩვენთვის, რას ხედავენ და როგორ ხედავენ თავიანთ თავს ზოგადად მომავალში ქვეყანაში პოლიტიკაში ჩართვისთვისაც, ასევე რა საკითხები აწუხებთ მათ და იქნა დასმული ბევრი კითხვები ამასთან დაკავშირებით. სპორტული და ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრება არის ძალიან მნიშვნელოვანი და პრიორიტეტული ჩვენი მხრიდან. ძალიან მნიშვნელოვანია ახალგაზრდებთან საუბარი, მიუხედავად იმისა, რომ ელექტორი ვარ, მაინც არ მეძლევა საშუალება ასეთ უშუალო გარემოში რომ ვისაუბროთ სტუდენტებთან მათ პრობლემებზე, თუნდაც პროფესიებზე. მე ვესაუბრებოდი ძირითადად მედიაზე, ბუნებრივია, ძალიან საინტერესო კითხვები იყო, საინტერესო დიალოგი შედგა. ახალგაზრდობის სააგენტოს ანაკლის ახალგაზრდულ ბანაკში წარმატებით მიმდინარეობს მეორე ნაკადი. მათ აქვს შესაძლებლობა სხვადასხვა სფეროდან შეხვდნენ წარმატებულ და ცნობილ ადამიანებს, რომლებიც მათ გაუზიარებენ გამოცდილებას, ისაუბრებენ მათთვის საინტერესო და აქტუალურ საკითხებზე. ანაკლის ახალგაზრდული ბანაკი კიდევ 9 ნაკადს უმასპინძლებს, რაც ასობით ახალგაზრდას მიცემს საშუალებას ჩაერთოს საგანმანათლებლო სპორტულ და შემეცნებით აქტივობებში. ანაკლის ახალგაზრდული ბანაკი საშუალებას გვაძლევს ახალგაზრდებს გავიცნოთ ერთმანეთი, გაუზიაროთ ერთმანეთს გამოცდილება. აღსანიშნავი არის ის ფაქტი, რომ ბანაკში უამრავი საინტერესო სტუმარი იყო მოწეული, რომლებმაც უამრავი საინტერესო თემა განიხილეს და დარწმუნებული ვარ, რომ მათი გამოცდილება, რომელიც მათ ეს გაგვიზიარეს, ჩვენ მომავალში გამოგვადგება. კულტურის სამინისტროს მხარდაჭერითა და შემოქმედებითი საქართველოს ორგანიზებით ახალციხე მასშტაბურ მუსიკალურ ფესტივალს საფხულის დღეებს უმასპინძლობს. სმენელის წინაშე მრავალფეროვანი მუსიკალური ნომრებით წარსდგნენ ქართველი შემსრულებლები. ღონისძიებას ადგილობრივებთან ერთად ახალციხის მერი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებიც დაესწრნენ. ახალციხემ კიდევ ერთ არაჩვეულებრივ საღამოს უმასპინძლა. მადლობა კულტურის სამინისტროს, შემოქმედებით საქართველოს, ძალიან მნიშვნელოვანია მსგავსი ღონისძიებები ჩვენი რეგიონისათვის. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ვიმყოფები აი ამ მიწა-წყალზე, სადაც ჩავატარეთ არაჩვეულებრივი კონცერტი. მთელი გულის, სულის სიყვარული მიუძღვენით ამ კუთხეს, ამ ადამიანებს და საერთოდ მიყვარხარ. სოფლის განვითარების სააგენტომ აგროთანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამის შესახებ იმერეთის რეგიონში შეხვედრა გამართა. მხარეებმა პროგრამის მიზნებზე, პირობებსა და თანადაფინანსების შესაძლებლობებზე ისაუბრეს. აგროთანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამა მიზნად სოფლის მეურნეობის განვითარებას და ფერმერებისა და მეწარმეების მხარდაჭერას, აგრობიზნესის კონკურენტუნარიანობის ზრდასა და რეგიონში ეკონომიკური აქტივობის გაძლიერებას ისახავს. ძირითადად დანიშნულება ამ შეხვედრების არის ის, რომ ადგილობრივ ხელისუფლების წარმომადგენლებს და ფერმერებს და მეწარმეებს მიცეთ საშუალება დეტალურად გაეცნონ პროგრამის სიახლეებს და ასევე იმ გაჩენილ კითხვებზე მიიღონ პასუხები, რაც ამ ეტაპზე čtება. ზოგადად სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს ძალიან დიდი როლი აქვს ფერმერული მეურნეობის განვითარებაში მთლიანად საქართველოს მასშტაბით და რა თქმა უნდა რეგიონულ ჭრილში.
და ყველაზე მნიშვნელოვანი არის, რომ ნებისმიერი ახალი პროექტი, ნებისმიერი ახალი გრანტი, საგრანტო პროგრამა იქნება თუ სხვადასხვა, იყოს სწორად მიწოდებული ჩვენი მოსახლეობისთვის, როგორც რეგიონებში, ასევე სოფლებში და ის სიახლეები, რომლებსაც დღევანდელ დღეს ნერგავს სოფლის მეურნეობის სამინისტრო, მივიდეს ჩვენ ყველა თანამოქალაქემდე. დღევანდელი შეხვედრა და არა მარტო დღევანდელი აუცილებელია და მნიშვნელოვანია ყველა ფერმერისთვის, მსგავსი პროგრამების განხორციელება ძალიან მნიშვნელოვანია ასევე და მივესალმებით იმ ხარდაჭერას, იმ თანადგომას, რომელიც ხორციელდება სოფლის მეურნეობის სამინისტროდან ფერმერების მიმართ. ეს ყოველი ინფორმაცია პირველზე 11:04-ზე შევხვდებით დროებით.